ეს ლაივი მიეძღვნება, როგორც აწერია ქვევით, ჩემს საკუთარი პრაქტიკიდან მიღებულ გამოცდილებას და მის გაზიარებას, რა რჩევები შეიძლება იყოს ძალიან პრაქტიკული წყვილებისათვის. ეხლა აღსანიშნავია, რომ ადამიანის ყველა დაცვის მექანიზმი, ყველა სირთულე პიროვნული, ყველა რაღაც დაუმუშავებელი ფსიქოემოციური მდგომარეობა ძალიან ხშირად ზუსტად პირად ურთიერთობაში აქტიურდება. ეს კანონზომიერება შენიშნა იუნგმაც. იუნგს ძალიან ბევრი აქვს დაწერილი იმაზე, რომ განსაკუთრებით ის სასიყვარულო ისტორიები, რომლებიც აშკარად რაღაც სხვას ემსახურებიან, ნაცვლად იმისა, რომ იყოს წყვილის ურთიერთობა, რომელიც ვითარდება, მე არ ვიცი, სხვადასხვა ფაზებს გადის, მოაქვს პირობითად ოჯახის შექმნა, ან შვილების გაჩენა, ან 1000 რამ, ხო, რაც ბუნებრივი, ასე ვთქვათ, განვითარებაა ერთი შეხედვით წყვილის ურთიერთობის. ამის ნაცვლად თუ რაღაცა სხვა ხდება წყვილის ურთიერთობაში და ამავდროულად არის მაღალი ემოციები, იუნგი აი აქ ხედავდა, რომ ფსიქიკა რაღაცის პროექციას ახდენს, რაღაცა გამოცდილების გადალახვას ცდილობს, რაღაცა შინაგანი ფსიქოემოციური გამოწვევის წინაშე დგას ასეთ ურთიერთობებში, რომელშიც არის დიდი ბლოკები და დიდი სირთულეები, რასაც ორი ადამიანი ეჯახება. ეს იუნგმა ასე დააკვირდა და ვეთანხმები, რომ მართლაც რაღაცა სხვადასხვა სწავლებებში ამას კარმიულ ურთიერთობას ეძახიან, კიდე ეძახიან რაღაც აღარ მახსოვს, სხვადასხვა ტერმინები აქვს. მოკეთ ეს ფენომენი თვითონ, რომ ხანდახან ზუსტად ის ორი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს და ძალიან ჩაბღაუჭებულია ურთიერთობას, ვისაც ურთიერთობა არ გამოსდის, ვერ ეწყობა ერთმანეთს, ხო? ადრევე შეამჩნიეს ფსიქოლოგიაშიც და ბევრ სხვა მიმდინარეობაში. ეს ხდება ხოლმე. და ეხლა მე ჩემი საკუთარი გადასახედი რაც მაქვს, მე ჩემი საკუთარი გამოცდილება რაც მაქვს, ზუსტად ეგ მინდა რომ გაგიზიაროთ, როგორც პირადად მე, ასოგეგიას, ისე მე როგორც ფსიქოთერაპევტმა რა შევნიშნე, როცა წყვილებთან მუშაობ. ჯერ აღსანიშნავია, რომ რა თქმა უნდა, პირადული ურთიერთობა სადღაცა შინაგანი ბავშვის დინამიკას მოიცავს ხოლმე. თუ შინაგანი ბავშვი ჩართული არ არის, იქ ინტიმურობა არ იქნება, იქ სექსუალური მიზიდულობა არ იქნება, იქ რაღაცა ემოციური ველი არ შეიქმნება. ამიტომაც კი, როცა ადამიანები განსაკუთრებით ამბობენ, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ მე მიყვარს, იმას უყვარვარ, აი ეს სიყვარული გაჟღერდება. რა თქმა უნდა, სიყვარულის უნარი ყველაზე მეტად აქვს შინაგან ბავშვს, ხო? ეს არის შინაგანი ბავშვის ფუნქციონალი. შესაბამისად, საკმაოდ აქტიურია პირად ურთიერთობაში შინაგანი ბავშვი. ეხლა აქ რა გამოწვევის წინაშე დგება ხოლმე წყვილი, რომ ვინაიდან ბავშვი ძალიან ჯანმრთელად და მისი ასაკისათვის სრულიად ბუნებრივად არის ეგოცენტრული და აღიქვავს საკუთარ თავს და აქეთ მეორე მხარეს კიდე მოცემულია ის, რომ სწორედ ბავშვობაშია მიღებული მთავარი სტრესები, მთავარი ტრავმები ადამიანის ცხოვრებაში. დგება რისკი, რომ ადამიანების ურთიერთობაში შემოვა წარსული გამოცდილებები და დღეს აქ და ამჟამად დაფიქსირდება ისე, რომ ეს არ ცნობიერდება. ანუ, თუ ბავშვობაში ბავშვი თავს დაჩაგრულად გრძნობდა, შესაძლოა პირადულ ურთიერთობაში უცებ თავი დაჩაგრულად იგრძნოს. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ მას ეჩვენება. შესაძლოა უბრალოდ ეს დინამიკა ძალიან გაუცნობიერებლად თავადვე შესთავაზა თავის მეწყვილეს, ისე რომ ვერც გაიგო ამის შესახებ. იმიტომ რომ ჩვენ რა სიყვარულის ენაც ბავშვობაში გამოვცადეთ, იმ სიყვარულის ენას გაუცნობიერებლად ვატრიალებთ ხოლმე. და კი, ბავშვს ნებისმიერი მშობელი უყვარს, ჩაგვრელიც უყვარს, მოსიყვარულეც უყვარს, მკაცრიც უყვარს და ასე შემდეგ და შესაძლოა ზუსტად ეს ამკრძალავი და მკაცრი დინამიკა შემოვიდეს პირადულ ურთიერთობაში გაუცნობიერებლად და თავი ზუსტად ისე იგრძნოს ადამიანმა, როგორცაც გრძნობდა ბავშვობაში. განსაკუთრებით ხანგრძლივ ურთიერთობებში კიდევ უფრო ძნელია, რომ წარსული არ დაფიქსირდეს აქ და ამჟამად, როგორც აწყო. თუმცა რა თქმა უნდა, ის წარსულია. კიდე მოისმენთ ფრაზებს, რომ დედა ჩემივით იქცევა, მამა ჩემს გავს, მამა ჩემი ხარ რომ იკრძალავ და ესეთი არაცნობიერი თითქოს პირდაპირ ამბობს, რას ხედავს ადამიანი ურთიერთობაში. ისე რომ ამის შესახებ არ გაუცნობიერებიან.
ხო, ანუ ერთი გამოწვევა რაც იქნება არის რომ შესაძლოა იქიდან გამომდინარე რომ ბავშვი არის ეგოცენტრული და ეს ძალიან ჯანმრთელი მდგომარეობა წყვილის ურთიერთობაშიც ადამიანები დარჩნენ ეგოცენტრულებად და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სულ იქნება კამათი და ჩხუბი, იმიტომ რომ ეგოცენტრულობას იცით რა აკლია სხვა ადამიანის დანახვა. მაგრამ შესაძლოა რომ ბავშვობაში ადამიანმა გამოსცადა და იყო ორიენტირებული სხვებზე. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც მშობლები არიან უმწიფარა მდგომარეობაში. ისინი ვერ მომწიფდნენ საკმარისად, რომ შვილისთვის შეექმნათ სიწყნარის, სიმშვიდის, ზრდის და ასე შემდეგ გრაუნდი, ანუ ნიადაგი. და ასეთ შემთხვევაში ბავშვი სისტემური მითრო შეხედო სისტემის ნაწილია, ოჯახის ნაწილია და ის თავად გახდება გრაუნდი, ის თავად შეეცდება, რომ იყოს თავისი მშობლებისათვის ზრდისა და განვითარების ნიადაგი. ანუ ის გახდება მათი ემოციების, სირთულების და ასე შემდეგ მომსმენი, მზრუნველი და ასე შემდეგ. ანუ აქ უკვე დაისწავლა, რომ იყოს მზრუნველი. ამიტომ მეორე გამოწვევა იქნება ერთი ხო არის ეგოცენტრულობა, რომ მე ვარ და სხვას ვერ ვხედავ. წინს, არ წინს, მოწონს, არ მოწონს, უნდა არ უნდა, ფეხებზე მკიდია, მე მინდა. შეიძლება ამას ესე არ ვაჟღერებ, მაგრამ თავისთავად ასეთ დინამიკაში ვიმყოფები რა ურთიერთობაში. და მეორე გამოწვევა არის, რომ სულ ზრუნავ იმას რა უნდა. იმას რა უნდა, იმას რა ჭირდება, ვზრუნავ და ჩემ თავს ვეღარ ვხედავ საერთოდ. და ხანდახან იცით, აი პირდაპირ იტყვის ხოლმე რა მეორე ადამიანი, რომ მე მინდა ვიცოდე შენ რა გინდა. და აი თითქოს ყელში აქვს ეს, რომ შენი ეგოიზმი საერთოდ აღარ გაქვს. აი შეიძლება ესეც კი შემაწუხებელი აღმოჩნდეს მეორე მხარეს, რომ წარმოიდგინოთ რა. აი ესეთი ეს პირველი ასე ვთქვათ, რაზეც ფეხს წამოკრავენ წყვილები ხოლმე ძალიან ხშირად და რაც მთავარია, ძალიან მარტივია აქ, რომ უბრალოდ დაჯდე, 5 წუთი შეიძლება დააკვირდე, ძირითადად სადა ხარ, უფრო შენ თავზე ფიქრობ თუ უფრო სხვაზე და სცადო რაიმე სხვის გაკეთება. უბრალოდ სცადო. და როგორც წესი, ინიციატივას ვინც აიღებს, მეორე მხრიდან მოსაწვევს მიიღებენ და ისიც შემოვა მანდ და დააკვირდება ამას. ეს ერთი რაც რჩევა შემიძლია რომ მივცე ადამიანს. ეს ისე ყველა ურთიერთობას გამოადგება რა, მეც და სხვაც. ორივე რო იყოს მოცემული. ეხლა მეორე მე რასაც დავაკვირდი კიდე რა ხდება, ნახე. ადამიანები წყვილში შიშობენ, რომ წყვილი არ დაიშალოს, ურთიერთობა არ გაფუჭდეს. რაღაცა როგორ გითხრა ნეგატივისკენ არ წავიდეს. როგორც წესი ორი ადამიანი ერთად რო არის, რა თქმა უნდა გულწრფელად ცდილობენ რომ ურთიერთობა შეინარჩუნონ, გაალამაზონ, უკეთესი გახადონ და უფრთხილდებიან მას, ზრუნავენ ამ ურთიერთობაზე. რაღაცა ენერგიას დებენ რომ ურთიერთობა იყოს, ხო? და ახლა აქ რა ხდება, იცით რა არის ძალიან ესეთი ირონიული, რომ ამ ზრუნვას ძალიან ხშირად ხედავენ იმაში, რომ არ ვიჩხუბოთ აიმე ნეგატივი არ ვიგრძნოთ, რაღაცა ცუდი არ იყოს ურთიერთობაში, არა მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ, მიხარია რო გხედავ, მომწონხარ რო გხედავ, ნახე. არასოდეს თითქოს ეს ჩვენმა სოციუმმა გვასწავლა, რომ თუ ჩვენ ურთიერთობაში ახლა რაღაცა კონფლიქტი გვექნება და ნეგატივს შევიგრძნობთ, ვიტირებთ, არ ვიცი, ემოცია გვექნება ნეგატიური და ასე შემდეგ, ვაიმე, ურთიერთობა რო დაინგრეს და ვაიმე რო გაფუჭდეს ყველაფერი, და ადამიანები დაიწყებენ ნეგატიური შეგრძნებების ერთმანეთისთვის დამალვას და განდევნას. და ეს ნეგატიური გრძნობები, რა თქმა უნდა, არსად არ გაქრება და ვიმედოვნებ, რომ ამ დამალვის დაწყებიდან პლუს მინუს ჯანსაღ შემთხვევაში ერთ კვირაში თავს ვეღარ შეიკავებენ და მაინც იკონფლიქტებენ იმ თემაზე, რაც იყო და რაც განდევნეს და არაჯანსაღ შემთხვევაში, რაც მე პირადად გამოვცადე, ეს შეიძლება 4-5 წელი გაგრძელდეს ეს დამალვა. ისეც კი შეიძლება დამალოს ადამიანმა ნეგატიური ემოციები, რომ თვითონაც ვეღარ მიხვდეს, რომ აქვს. აი ესეთი საოცრებაა. ხო და ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად ბომბს ზრდიან ურთიერთობაში, რომელიც როდესაც აფეთქდება, იქ უკვე კონფლიქტის პროცესის ნაწილად ქცევა ჭირს. იმ კონფლიქტმა უკვე დაანგრია, რაც რამ აშენეს ამდენი წლის მანძილზე, იმიტომ რომ აი ახლა ისევ ქრისტიანულ კულტურაში ვართ და მახსენდება, რომ ქვიშაზე აშენდა ეს სახლი.
კლდეზე არ აშენებულა. ამიტომაც თუ ურთიერთობაში საერთოდ კონფლიქტი არ ხდება და არ ვიცი, 1 თვე, 2 თვე, 5 თვე, 1 წელი თუ რამდენი ხანიც სულ ჰარმონია ტრიალებს და ორი ადამიანი სულ ძალიან ბედნიერად განიცდის მხოლოდ თავს, განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში ეს ძალიან ხშირია, ხო? ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ ადამიანებმა დაიწყეს ნეგატიური შინაარსების განდევნა, რადგანაც შეუძლებელია ორი სხვადასხვა არსება, ორი მე, ორი აბსოლუტურად უცხო ადამიანი ისე შეხვდეს ერთმანეთს და ისე შეეწყოს, რომ მათ შორის ნეგატიური ემოცია არ წარმოიქმნას. მე მეტსაც გეტყვით, საკუთარ თავშიც კი წარმოიქმნება საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური ემოციები, ხო? არა თუ სხვა ადამიანზე. ამიტომაც აქ ჩემი რჩევა იქნება, რომ ხო, და რაც მთავარია, თუ ერთ-ერთმა წევრმა გაბედა და გადავიდა ნეგატივში და იტირა, გული მტკივაო თქვა და ასე შემდეგ, შესაძლოა მეორე წევრმა მოუწოდოს, რომ რა საკეთებ, კაცო? ესე პირდაპირ კი არ ეტყვის. ნუ ხარ ესეთი ემოციური, აი რა მოხდა, არაფერი ცუდი არ მომხდარა, ესე ეტყვის. და ამისი ნეგატიური ემოციისთვის ადგილი არ რჩება. ამიტომ ურთიერთობის კრეატიულად განვითარებისთვის გამოყავით წყვილმა დრო, რა დროსაც შეგიძლიათ რომ იყოთ ნეგატიურები ურთიერთობაში და ეხლა იმასაც ვიტყვი, როდის არის კარგი ამ დროის გამოყოფა. როგორც წესი ადამიანები ითმენენ და მერე მაგრა ჩხუბობენ რა და ის ჩხუბი იწვევს ძალიან დიდ შინაგან რყევებს და დიდ ნეგატიურ ემოციებს, რომელშიც იხრჩობა მერე პიროვნება. აი, მახრჩობელა ემოციები წარმოიქმნება და თუ ყველაფერი კარგად არის და ეხლა ვსეირნოთ და დედა რა კარგი ამინდია და აი შაბათი კვირა, არ ვიცი, რაღაცა კარგი მომენტია ჩვენს ურთიერთობაში. ამ დროს ადამიანები ივიწყებენ თუ რაიმე კონფლიქტია მათ შორის, ზუსტად იმ დროს ივიწყებენ, როდესაც არის ყველაზე კარგი გარემო კონფლიქტის გარჩევისთვის. იმიტომ რომ თუ კონფლიქტი თავისით არ წამოსულა და თუ ჩხუბი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკითხი გაგვერკვია ერთმანეთში და ავიღეთ მომენტი, როცა ვეწყობით ერთმანეთს და როდესაც ბუნებრივად ისეა ეხლა რიტმულად, რომ კარგ რიტმზე ვართ, აი ზუსტად მაშინ გამოირკვევა კონფლიქტი. ზუსტად მაშინ გვაქვს რესურსი, რომ შინაგანი რყევების, აფექტური მდგომარეობების, საშინელი გულის ტკენების გარეშე განვიხილოთ და გავუძლოთ აი ამ ნეგატიური ემოციების განხილვას, მივიღოთ ერთმანეთი. და თუ ეხლა ჩვენ მოვითმინეთ ეს ყველაფერი და აფეთქება მოვიდა, აფეთქების დროს ვერც გულის ტკენას აირიდებ, ვერც შინაგან რყევებს გაექცევი, იმიტომ რომ ეს თავისთავად დაგვემართა. ჩვენ ჩხუბი დაგვემართა. ნახე, არის განსხვავება რა, თერაპიული მთელი ასე ვთქვათ, გადაწყვეტა რა არის, რომ ადამიანები თერაპიაზე რომ მოდიან, იმ დროს მეტნაკლებად წონასწორობაში გრძნობენ თავს. ეხლა კრიზისულ სიტუაციაში ადამიანი თერაპიაზე ვერც მოდის, შეიძლება ლოგინში წევს, შეიძლება გამუდმებით ტირის და ვერ გამოდის სახლიდან. ან ყველაზე ცუდად, როდესაც არის, ძნელია ამ დროს თერაპიაზე მოვიდეს. რაღაცა ემერჯენსი სიტუაციებში თვითონ თერაპევტებიც კი მიდიან ხოლმე. მაგრამ კლასიკურად თერაპია არის, რომ ადამიანი მეტნაკლებად ეხლა წონასწორობაშია, მშვიდად არის და მოვა დღეს 4 საათზე პირობითად და ავსხდებით. და გამოვიწევთ ორივე, რომ ჩვენი საკუთარი ნებით დავაკვირდეთ ნეგატივს. დღეს ამადამ საათზე, ხვალ ამადამ საათზე. ნახეთ რა ხდება, რომ ამ და თერაპიაზე ძალიან ხშირია, რომ ესე ნებაყოფლობით რო შეეხება ადამიანის საკუთარ სირთულეებს, შეიძლება იტიროს, შეიძლება ნეგატიური განცდები იგრძნოს ნებისმიერი. ოღონდ განსხვავება არის ერთი ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამას აკეთებს ნებაყოფლობით. მას ეს ნეგატივი კი არ წამოეწია და კი არ დაემართა უკვე იმის გარო ვეღარ გაუძლო და კი არ დააგდო ძირს და ზევიდან ლოდივით კი არ დაეცა, არა. ის თერაპიაზე თავის ფეხით მოვიდა, გაწონასწორებულ მდგომარეობაში, მშვიდად და ამ საკითხს ნებაყოფლობით შეეხო და აი ამ ნებაყოფლობითი შეხების და გააზრების დროს შეიძლება იტირა, შეიძლება გულის ტკენა იგრძნოს, შეიძლება გაბრაზდა, შეიძლება თავი დამცირებულად იგრძნოს, ნახეთ, აი ამაში არის თერაპია. ასე არის წყვილის ურთიერთობას. თუ მოწმენდილ ცაზე შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ რა არის ჩვენ შორის კონფლიქტი, დიდი ალბათობით შევძლებთ რომ ვიმსჯელოთ, შევძლებთ რომ კონფლიქტი პროცესად გადავაქციოთ და არა რაღაცა ლოდად, რომელიც ჩამოვარდა, დაეცა და შუაზე გაყო ჩვენი ურთიერთობის გზა. ეს არის მეორე რჩევა, რაც შემიძლია რომ მოგცეთ. ესე იგი, რომ შევაჯამო ხა ეს ორი რჩევა. ერთი არის, რომ ურთიერთობაში არ გაექცეთ კონფლიქტს და ნეგატივს.
და ერთმანეთის ნეგატივის მიმართ ზუსტად რო პოზიტიური სიტუაციის დროს იყავით მიმღებლები და წყვილმა რაღაცნაირად შეიძლება შეიმუშაოს და ეს ძალიან ჯანსაღია, რომ რიტუალივით იყოს, რომ რაღაც მომენტში, კვირის მანძილზე, დღის მანძილზე და ამ შემდეგ ჩვენს ნეგატიურ ემოციებს ჩვენივე ნებით ვეხებით, ვაჟღერებთ და ამ დროს მეორე მხარეს ღირს რო იყოს მიმღებლობა, რომ რაც არ უნდა გაჟღერდეს, ვისმენ. ოღონდ რა თქმა უნდა პატივისცემის და ასე ვთქვათ და ეხლა ნახეთ კიდე რა არის ძალიან მნიშვნელოვანი წყვილის და ნებისმიერ სხვა ურთიერთობაშიც. ძალიან შეიძლება ურთიერთობის გაფუჭება თუ ჩვენ ვისაუბრებთ აი ესეთი ნეგატივის გარჩევის დროს სხვაზე. აი შენ მე გულს მტკენ, შენ მე მიფუჭებ განწყობას, შენ მე ისე მეკცევი რომ მე არ ვიცი ცუდად განვიცდი ჩემს თავს და აღარ მინდა შენთან ურთიერთობა. შენ გამო თავს გრძნობ დათრგუნულად, შენი ბრალია რომ ეს და სიტყვა შენ რო გაიჟღერებს, შეგიძლია ჩართო ციმციმა და შემოატრიალო და ილაპარაკო საკუთარ თავზე. იმიტომ რომ საკუთარ თავზე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ნებისმიერი რამ რო ვილაპარაკო, ანუ პატივისცემის ზღვარიდან არ გადავალ და ვიტყვი ნახე რას, მე ეხლა ვგრძნობ თავს გულნატკენად. და იქით ამხარე, რა თქმა უნდა ხდება, რომ ეხლა მისმა სიტყვებმა თუ ქცევამ გამოიწვია, რომ მე გული მაქვს ნატკენი, თუმცა მას სუნთქვის სივრცე რჩება. მას რჩება სივრცე, რომ თავი დამნაშავედ კი არ იგრძნოს, მოისმინოს აქ და ამჟამად ჩემში რა ხდება. და აი ბევრად იოლი იქნება მისთვის, რომ აღიქვას, რომ მე გული მტკივა, შეიძლება მეცაც გეტყვით. თვითონვე აიღოს თავის თავზე პასუხისგებლობა, რომ აპატიე თქვას. შეიძლება ეს ჩემ გამოა, კითხვაც დასვას ამაზე. მაგრამ თუ შენ ეგრევე თავიდანვე დიაგნოზს სვავ, რომ შენ გამო ვარ გულნატკენი და ასე ეუბნები, იქ დაცვის მექანიზმი აქტიურდება. არა, ეს ადამიანი იტყვის, იმიტომ რომ მასაც ეტკინა. ნახეთ, აი პატარა დეტალებია, რომელიც რო ვრცელდებოდეს და ეს ინფორმაცია რო იყოს მისაწვდომი, ძალიან გააიოლებდა ცხოვრებას რა. ეხლა შევაჯამებ 3 რამე ვთქვი, ხო? პირველი, საკუთარი თავის და სხვისი ინტერესების რიგრიგობით აღქმა, იმიტომ რომ შეიძლება ტენდენცია მაქვს, რომ ჩემსაზე ვფიქრობ, ან შეიძლება ტენდენცია მაქვს, რომ მარტო სხვისაზე ვფიქრობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიდე, შემოვიდე. სხვა, მე, სხვა, აი ეს გავაკეთე ურთიერთობაში. მეორე, ნეგატიური ემოციების არიდების ნაცვლად გამოვყო დრო, როდესაც კონსტრუქციულ განწყობაზე ვართ და საკუთარი ნებით შევიდეთ ამ საკითხების განხილვაში და მიმღებლობით განვეწყო. და მესამე, როდესაც კონფლიქტურ და რთულ სიტუაციას ვიხილავ, ვორიენტირდე საკუთარ თავზე, აღწერო ჩემი მდგომარეობა და არა სხვამ რა გააკეთა. იმიტომ რომ სხვისი აღწერა რომ მიდის, ის ეგრევე დაცვის მდგომარეობაში გადავა და ფაქტიურად აღარ ისმენს. იმიტომ ერთადერთი საქმიანობა რაც დარჩა ამ დროს არის, რომ ამტკიცოს, რომ არ არის დამნაშავე, ხო? ესეც ჩვენი ბავშვობიდან მომდინარეობს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შენობითში ლაპარაკი ისედაც საფრთხილო ამბავია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არ ვიცით იქით რა ხდება. სხვა ადამიანში რა ხდება, ეს ყოველთვის მიუწვდომელია. 100% შეუძლებელია მაგის გარკვევა. ეხლა შემდეგი ნიუანსი, რაც მინდა რომ დავსვამ, არის, რომ აი ხა წარმოიდგინეთ, რომ თქვათ კი წყვილი არჩევს, თქვათ კვირაში ერთი დღე აქ თაღებული, რომ ისაუბრონ საკუთარ სირთულეებზე, როცა ყველაფერი წყნარად არის და კარგად არის მაშინ და შეუძლიათ ამით დაიტიონ მერე, პირველ პირში საუბრობენ, ასევე ფიქრობენ საკუთარ თავზეც და სხვაზეც, ანუ ეს ყველაფერი ააწყვეს. ეხლა აღსანიშნავია რა, რომ წყვილი არის სისტემა. აი როგორც ორგანიზმი ესე განიცდება. და შესაბამისად სისტემას აქვს თავისი ნაწილები რა. აი ეხლა რას გულისხმობ, უცებ ავხსნი მარტივი ენით. თუ წყვილში ერთ ადამიანს აქვს აღებული თავის თავზე ინიციატივა, რომ აი მე მაინტერესებს, მე მინდა რომ ეს ვქნათ, მე მინდა, აი აქეთ რომ მიდის, მეორე მხარეს შესაძლოა გაზარდოს წინააღმდეგობა. იმიტომ ჩვენშიც როგორ არის, ნახეთ,
შინაგანი ხმა რომ მოისმინოთ, ერთი ამბობს წავიდეთ მარცხნივ და მეორე, აი როგორც კი ერთი იტყვის რომ წავიდეთ მარცხნივ, ეგრევე გააქტიურდება და ამბობს წავიდეთ მარჯვნივ. ანუ ერთმანეთს აქტიურებენ ესენი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეგოცენტრულობას რომ ვეხები, ან სხვაზე ზრუნვას, რომ ამაზეც იყოს ცნობიერება გაფართოებული, რომ სულ მე თუ ავიღებ ინიციატივას, მეორე ადამიანი ამ ინიციატივის კუთხით წამოწვება. აი მაგალითად, თუ სულ მე ვიფიქრებ იმაზე, რომ არ შეგვცივდეს, ის ადამიანი შეიძლება თერმორეგულაციის გარეშე დარჩეს მეორე. საერთოდ აღარ იზრუნებს იმაზე, რომ არ შეგვცივდეს ან არ დაგცხეს. ასევე თუ მე სულ სხვას ჩამოვეკიდები, რომ იმან იზრუნოს ჩემზე და იმან გადაწყვიტოს შეგვცივდება თუ დაგცხება, ამ შემთხვევაში კიდე მე დავრჩები ეგრე თერმორეგულაციის გარეშე, ხო? ამიტომაც და კიდე რა არის აქ ძალიან საინტერესო მოვლენა. რა თქმა უნდა, სხვაზე ფიქრის დროს მე არ გულისხმობ, რომ სხვის ნაცვლად იფიქრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვის ნაცვლად ადამიანები ნახე რას აკეთებენ წყვილში და ესეც სისტემური მოვლენაა. სხვისთვის რა იქნება ჯანმრთელი და ჯანსაღი, ამაზე მე ვფიქრობ. ანუ ჩემი წყვილისთვის რა ჯობია ცხოვრებაში, როგორ ჯობია რომ განვითარდეს, მე ვიწყებ ამაზე ფიქრს. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქრო ჩემს საკუთარ თავზე და ჩემს საკუთარ ინტერესებზე. და ეს არის უნაყოფო ენერგიის ფლანგვა. იმიტომ რომ იქ შეღწევა მადლობა ღმერთს შეუძლებელია, თუ ესე მოხდა რომ მე შემიძლია ჩემი მეწყვილე გადავწყვიტო როგორი ცხოვრობს, აქ კიდევ უარესი რაღაცები მოხდება, მაგრამ საბედნიეროდ ძირითად შემთხვევაში ეგ შეუძლებელია და ვეჯახები კედელს, რომელიც მე თვითონ შევქმენი. და ამის ნაცვლად ღირს რომ საჭიროებებსა და სურვილებზე მე ვიყო ორიენტირებული, რომ ჩემი გამოვხატო და დავაფიქსირო, მერე ისიც იქნება ორიენტირებული თავისი რა არის გამოხატოს და დააფიქსიროს და აი სხვისი ფაქტორი აქ შემოდის, რომ მე ეს მოვისმინო. მან რა თქვა და არა მის ნაცვლად ვიფიქრო, მისთვის რა არის კარგი. ხანდახან შეიძლება მართლა არის რაღაცა სირთულეები იქით ამ ხარეს, რომელსაც აღვიქვავ, თუმცა უბრალოდ უნდა მესმოდეს, რომ მე არ შემიძლია ამ სირთულეების სხვა ადამიანის ნაცვლად გადაჭრა. და ისედაც არა მხოლოდ წყვილის ურთიერთობაში, ყველა ურთიერთობაში გისურვებთ ამას. არ წარმოიდგინოთ, რომ სხვის ნაცვლად რაიმეს გააკეთებთ. სხვის მაგივრად შეძლებთ, რომ მაგალითად რაიმე პრობლემა გადაჭრათ. სხვის მაგივრად მოაწესრიგებთ იმის ცხოვრებას და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უნაყოფობა. შეუძლებელია, პიროვნული საზღვარია წინ და შვილიც რო იყოს ეს ადამიანი 3 წლისაც რო იყოს, აი თქვა 3 წლის ბავშვია და კონფლიქტი მოუვიდა, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენით არ ჩაერიოთ ამ კონფლიქტში. ბავშვი თვითონ მოვა და გეტყვის თუ მას დახმარება სჭირდება. რომ იმ ასაკში გჭირდება მშობლების დახმარება, ოღონდ იმ დოზით ზუსტად, რა დოზითაც ბავშვი თვითონ გრძნობს ამას და თქვენ არ ინერვიულოთ მოვა და გეტყვით, რომ დამეხმარეო თუ მას ეს სჭირდება. მაგრამ ძალიან ხშირად მშობლები სამწუხაროდ მის ნაცვლად ვფიქრობთ და თუ დავინახეთ, რომ კონფლიქტში შეიძლება ესე დავაცხრეთ იქა და დავიწყოთ ამ კონფლიქტის რჩევა ჩვენით. რაც ამ ბავშვს პირიქით აწუხებს და ავიწროვებს. ასევე არის მოკლედ წყვილის ურთიერთობა. თუ პირობითად ხედავ, რომ შენ მეწყვილეს აქვს პრობლემა, თან გარედან დანახვა ადვილია, შეგიძლია ამის შესახებ უთხრა და всё, ამის იქით ვერ წახვალ. შენ ვერ მოაგვარებ მის ურთიერთობას დედასთან, მის ურთიერთობას მამასთან, მის პრობლემას არ ვიცი, ნარკოტიკულ საშუალებასთან თუ ალკოჰოლთან, შენ ვერ მოაგვარებ. ერთადერთი ადამიანი, ვისი პრობლემების მოგვარებაც შეგიძლია, ხარ საკუთარი თავი. შენ. და თუ შენ თავს მოუგვარებ რაღაცა საკითხებს, მერე შესაძლოა ეს ვინაიდან წყვილი ხართ, იქითაც გადავრცელდეს. ესე ხდება ხოლმე. ეხლა რაც შეეხება სამდღიან ტურს სიჩუმეში, ამასაც ვიტყვი და დავასრულებ დღევანდელ ლაივს. მოკლედ არის ესეთი რამ, რომ სიჩუმეც და საუბარიც ძალიან ხშირად თავისთავად მიედინება. ხან ჩუმათარი ადამიანი, ხან საუბრობს. ძირითადად სხვადასხვა გავლენებიც არის გარეთ, არ ვიცი, მაგალითად ეკლესიაში თუ შეხვალ უფრო ჩუმად ხარ, როკ კონცერტზე თუ შეხვალ უფრო ყვირი ხარ, რაღაც მეგობრულ სიტუაციაში უფრო ლაპარაკი მიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან შეიძლება ვიღაცამ აკრძალა ლაპარაკი და იძულებით ჩუმათარი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში სიჩუმე, რომელსაც ადამიანი თან დააკვირდება, თან ნებაყოფლობით აირჩევს, ატარებს უდიდეს პოტენციალს და რის გამო ეხლა ვიტყვი.
ეხლა წარმოიდგინეთ, სამი დღე ჩვენ წავალთ სოფელ ზემო აშში. სულ არის 10 ადგილი, ერთად ვიცხოვროთ კოტეჯში. კომუნიკაციის საშუალება გვექნება, რომ ფურცელზე რაღაცები დავწეროთ. ეს 3 დღე ტელეფონსაც მოვწყდებით, შევამოწმეთ დღეში 2 ჯერ დილას და საღამოს. ერთობლივად და ამის შემდეგ მოვწყდებით. ადვილი არ გეგონოთ ამ ტურში მონაწილეობა. კარგად უნდა დაფიქრდეთ, რამდენად შეგიძლიათ ამის გაკეთება. წაყვანაზე და წამოყვანაზე მე ვარ პასუხისგებელი, მაგრამ თუ შუაში ვინმე შეწყვეტს და ვეღარ შეძლებს გაგრძელებას, ის მაშინ თვითონ უნდა წამოვიდეს აშიდან უკან. საკუთარი, ასე ვთქვათ, რესურსით. ამიტომაც კარგად დაფიქრდით და წამოდით, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ რა ხდება. თუ 3 დღე იქნება სიჩუმე, ბუნებრივია, რომ შინაარსები ამოტივტივდება, რისი თქმაც გვინდა. ეხლა ეს რომ ამოტივტივდება პირველ დღეს და რომ გამოვარო, ვერ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ არ შეიძლება და სიჩუმე უნდა იყოს. ეს არის ზედაპირი, პირველ დღეს რაც ამოტივტივდება. მეორე დღეს უკვე ამოტივტივდება უფრო ღრმა შინაარსები, იმიტომ რომ ის პირველები არ გაშხერებულა, შეჩერდა. ნებაყოფლობით შეჩერდა და თან, რა თქმა უნდა, გვექნება მედიტაციური სიტუაცია, სადაც დავაკვირდებით რა ტივტივებს. შეგვიძლია ფურცელზეც გადავიტანოთ ეს, ოღონდ ხმა არ გაშხერდება. და მესამე დღეს უკვე ამ შეყოვნებისა და შეჩერების, ცნობიერი შეჩერების საფუძველზე უკვე ამოტივტივდება ძალიან სიღრმისეული შინაარსები. საერთოდ 3 დღე არის ისეთი ვადა, რომელიც რთულია, თუმცა დამწყებთათვის, ვისაც დიდხანს ეს არ გაუკეთებია, უფრო შესაძლებელია. და მე ახლა ვისაც ამაში კუნთები ეზრდება, ასე ვთქვათ, ამ პრაქტიკაში, მე შესაძლოა, რომ 10 დღეც გაკეთდეს, შეიძლება 2 კვირა გაკეთდეს და ასე შემდეგ და უფრო დიდი სიღრმეები წამოვა. და რა თქმა უნდა, დაგვირგვინდება ეს ჩვენი 3 დღიანი თავგადასავალი მესამე დღეს წამოსვლამდე იმით, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაც წამოვიდა, ის გაჟღერდეს და გაზიარდეს ხმამაღლა. და ნახავთ როგორი ფოკუსირებულები, როგორი ენერგიით ახსავსეები და როგორი შეცვლილები ვიქნებით ამ 3 დღიანი თავგადასავლის შემდეგ. იმიტომ რომ სიჩუმე არის იმის პოლარობა ზუსტად, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. აქ არის უხმაური და მძვინვარება. ფოლკნერს რო დავესესხო და სიჩუმე და სიმშვიდე არის ის გარემო, სადაც ბევრად უფრო დახვეწილი სიღრმისეული ხმები გაჟღერდება და შეძლებს ადამიანი რომ იგრძნოს და მოусმინოს ამ ხმებს, რომლებიც ახლა ჩახშობილია, იმიტომ რომ ხმაური და მძვინვარება მიმდინარეობს ფონში. ვისაც გაინტერესებთ მონაწილეობა ამ სიჩუმის ტურში, რა თქმა უნდა, დამიკავშირდით, პირადში მომწერეთ და ჩაგწერთ. აბა, ლამაზ დღეს გისურვებთ.